ესე იგი რა ხდება ახლა მეგობრებო? ახლა ვარშავაში, აი მაგალითად რო ვთქვათ, ყველაზე მომგებიანი ადგილები სად არის ტაქსისთვის, აი მძღოლისთვის რომ იმუშაო, და მაგალითად უფრო მეტი გამოგივიდეს ნამუშევარი. სიმართლე გითხრათ ახლა მაგას კონკრეტულად ადგილის დიდად შეიძლება ვერ გაიგო და რატო. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მომგებიანი ადგილი არის ვარშავის ცენტრი და გარე მიმდებარე ტერიტორიები, ანუ მაქსიმალური რადიუსი ვარშავიდან ცენტრიდან, ანუ 10-12 კილომეტრის რადიუსში სიარული. ამას ვამბობ ჩემს სიტუაციაში. რა სიტუაცია ესე იგი? ჩემს მანქანას, რომლითაც მე დავდივარ, ამ მანქანას აქვს ლიცენზია, ვარშავის ლიცენზია აქვს, მხოლოდ გაკეთებული მაქვს მანქანაზე ვარშავის ლიცენზია, რომლითაც მე შემიძლია ვიმუშაო მარტო ვარშავაში. თუ ახლა ვარშავის ცენტრში მაძლევს მე მაგალითად შეკვეთას, რომელიც უნდა წავიყვანო გარეუბანში, ან გარე სოფელში, მაგალითად ავიღოთ ეგრე რომ აი თბილისის ცენტრიდან წავიყვანო მცხეთაში, ანალოგიურად ახლა რაღაც 15 და 20 კილომეტრი უკვე იწყება სხვა რაიონი, სხვა რეგიონი, ანუ პატარა სოფლად ვარშავის გარე სოფელი. იქაური ლიცენზიაც უნდა გაკეთებული გქონდეს, რომ იქიდან შეკვეთა მოგცეს, იქ შეკვეთა მოგცეს და იქ გამოდის. მე ვარშავის შეკვეთა მაქვს გაკეთებული და ამიტომ ვარშავის რადიუსზე შინ დავდივარ. თუ რა თქმა უნდა ვარშავაში ახლა ისეთი შეკვეთა მომცა, რომელიც არის 100, 150 ან 400 ან კიდე უფრო ზევით, რომელიც სადმე მიდის შორს და მაწყობს და შეიძლება ისეთი შეკვეთა მომცეს, რომელიც კილომეტრას ისე მითავსებდეს კილომეტრაზე თანხას, რომ ანუ მაწყობდეს მაგ სოფელში წასვლა და მე ცარიელი უკან წამოსვლა. სოფელშიც შეიძლება მოგცეს შეკვეთა, თუ იმ სოფლიდან მოდის ვარშავაში. თუ შიგნით დადის და შიგნით სამოძრაო შეკვეთები არის, მაგ შეკვეთას მე არ ჩამიგებ. ჩაუგდებს ისეთ, რომელსაც აქვს ლიცენზია. იქაური იმ სოფლის ლიცენზია და ეგეთი სოფელი კიდე რავი 32 სოფელია ვარშავის ირგვლივ, რომელსაც სჭირდება თავისი ლიცენზია, რომ იქ შიგნით სოფელში გამუშაოს. ვისაც აქვს ლიცენზიები, მაგათვის უკეთესია გარეუბნებში, იაროს სოფლებში, გინდა ვარშავაშიც დაიწყოს, არა აქვს მნიშვნელობა, რო გააგდებს, ანუ ვისაც ლიცენზია აქვს, რო გააგდებს და წაიყვანს სოფელში და თუ ყველა სოფლის ლიცენზია აქვს ვარშავის ირგვლივ აღებული უკვე და გაკეთებული ხო მანქანაზე. შეგიძლია ირბინო მთელი დღე მაგალითად რასაც მუშაობს, შეიძლება ისეთ შეკვეთები აგიყაროს და მიაწყოს ერთმანეთს საერთოდ ვაფშე არ შემოგიშვას ქალაქის ცენტრში და მოგიწიოს იმენა მარტო სოფლებში სიარული. და სოფლებში კიდე არა ის რომ ვარშავაში იმას ააკეთებ, რომ 1 კილომეტრის რადიუსის შიგნით აკითხავ მგზავრს და მაგის იქით აღარ მიდიხარ, რომ საცობებია და არ გაწყობს უკვე დროიდან გამომდინარე, რომ ბევრ დროს ხარჯავ იმაში მგზავს მეკითხვა არა. სოფლის ლიცენზიები თუ გაქვს, იქ შენ შეიძლება 5 კილომეტრშიც მიაკითხო მგზავრს და 5 კილომეტრშიც წაიყვანო. მაგრამ ისეთ ტარიფს დაგიწერს, რომელიც შენ გაწყობდეს იქნება და შენთვის მომგებიანი იქნება მაინც. თან დროშიც შეიძლება 5 კილომეტრი დაფარო 3 წუთში, იმიტომ რომ გარეთ სულ მაგისტრალები არის, სულ კრუგში მაგისტრალი არის, ვარშავის კრუგში და სულ ასე უმეტესად მაინც მაგისტრალებზე დიდებს სიარული, ან სოფლიდან სოფელში თუ გადაყავს, თან მით უმეტეს კი არის პერიოდი მაგისტრალზეც რო არის საცობები ხოლმე, მაგრამ უმეტესად მაინც ისეა, რომ გაჩერებულია. არ არის საცობები, არ არის მანქანები, არ არის პრობკა, დავდიხარ გემრიელად და შოულობ უფრო მეტს. ის კატეგორია ხალხი, ვისაც ყველა ლიცენზიები აქვს, რავი, დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტს შოულობენ, ვიდრე ახლა მე რასაც ვაკეთებ ვარშავაში. აი, მე რომ მქონდეს ლიცენზიები, ახლა რასაც ვაკეთებ, მაგალითად 50%-ით მეც გავაკეთებდი ყოველ დღის განმავლობაში. დღეს თუ მაგალითად გავაკეთებ 400 ზლოტს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ მაქვს სოფლის ლიცენზიები, მაგითი შეიძლება გავაკეთო. შეიძლება კი არა, ვიცი რომ გავაკეთებ 500-დან ზევით, ანუ 600, შეიძლება 650-ის გააკეთო ყოველ დღე ჩვეულებრივ. ანუ ვინც მუშაობს მაგ სოფლის ლიცენზიებით, მაგათ წესით ჩემზე მეტი უნდა ქონდეს გამუშავებული თანხა. ასე რომ არ არის ისე მაგალითად კიდე რომ ვარშავაში რაღაც კონკრეტულ უბანში. ანუ შენ შეიძლება არ დადიხარ რაღაცა შეკვეთაზე, მაგრამ შეიძლება მოგცეს 10 ზლოტიანი, ის 10 ზლოტიანი წაიყვანო 2 კილომეტრში და იქ შეიძლება ისეთი შეკვეთა დაგახვედროს, მაგალითად შეიძლება 100-იანი დაგახვედროს, შეიძლება 700-იანი და 1000-იანი ვაფშე სხვა ქალაქში წასვლელი დაგახვედროს. ანუ
კატეგორია ხალხი არის მაგალითად ისე რომ აი არ დადის პატარებზე, არ აწყობთ, არ უნდათ. კი ბატონო, ბაზარი ვის როგორც უნდა ისე უნდა იმუშაოს, კაცო როგორც ხარია ისე, მაგრამ ახლა მე მაგალითად თავარია რადიუსში, იმ რადიუსში ისდეს, რადიუსში მე მაწყობ. და დავდივარ ყველაფერზე. ახლა 3 კილომეტრში საცობის დროს 10 ზლოტიანზე წასვლა ეს უკვე არარეალურია. ჩემთვის მაგალითად მაგარი მეუღებელია რა. სხვა დროს კიდე საცობი როდესაც არის, კი ბატონო, შეიძლება 3 კილომეტრში მიაკითხო, რა თქმა უნდა, ისეც რომელიც მაგალითად მიდის უფრო აი კილომეტრში, კილომეტრი ნახევარში, 2 კილომეტრში კიდე რომ მაინც მიკითხვის კილომეტრაჟი, ტაყვანის კილომეტრაჟი, ერთმანეთს რო დავუმატო, მაინც რო გამოგივიდეს კილომეტრი, მაინც რო ურზე გაგითანაგდოს რა. ყველა კუთხეში არის ვარშავაში მუშაობა, არ არის ისე რომ აი უბანს არა აქვს მუშაობა, იმ უბანს არა აქვს მუშაობა, ყველა უბანს აქვს მუშაობა, აბსოლუტურად ყველა უბანში არის მუშაობა. აი ახლა მადლობს მაგალითად 22 ზლოტიანი ნაღდიან გარისტორებით შემომივიდა პაკეტი მექნება დასაღები. ანუ ტიპა კურიერის პონჩი მიქნები ახლა მე. აი ასეთ შემთხვევაში კიდევ ახლა უყურებთ სიტუაცია რაც არის. აი ნაღდიან გარისტორებით არის შემოსული პაკეტი. ახლა რომ მივაკითხავთ მგზავრს, ჯერ პირველ რიგში უნდა დავადასტუროთ ის, რომ პინი არ ქონდეს მითითებული და მეორე ის, რომ ვინ არის გადამხდელი. ის ვინც იძახებს თუ ის ვინც მატანს მათ პაკეტს. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა პაკეტი წამიღია, მიმიტანია, იქ უთქვიათ მე არა, მე არა, იმას უნდა გადაეხა და მე ტელეფონზე კიდე ერთმანეთთან არქვევენ და ამის ლოდინში დროს კარგავ, კაი ფული, კაი რაღა გაატარებ შეკვეთას და კაი 10 წუთი დედაცვათირებ, მაგრამ ის 10 წუთი ერთთან, მეორე მგზავრთან, მესამე მგზავრთან უკვე დღის განმავლობაში ჩათვალე შენ სამუშაო საათიდან გაკლდება ეგ დროები რა. რასაც იმასთან გახარ და გაკვირვაში გქონდა. შენ დასრულებას არ აკეთებ მანამდე, სანამ მის თანხას არ გადაგიხდის. შენ თუ დასრულება გააკეთე თანხის და მე გითხრა რომ არ გაძლევ, უკვე მაგის გასაჩივრება გირთულდება. ანუ მაგ მომენტში შეგიძლია გაგრძელება მიცე თუ არა დასრულებული და გაგრძელებას რომ მიცე, მე შეგიძლია უკვე მიიწერო ოფისში, უთხრა რომ ასე მგზავრი ფულს არ იხდის, მგზავრს არ უნდა ფულის გადახდა და უნდა აგინაცაუროს ოფისმა. მაგრამ ხანდახან გვიწევს ხოლმე, როდესაც ნაღდიან გარისტორებით არის, მე მქონია მაგალითად ეგეთი სიტუაცია. 50 ზლოტიანი იყო ნაღდიან გარისტორებით, მგზავრი მივიყვანე ედაჟე და მანქანა ნორმალურად გაჩერებული არ მყავდა, უკანა კარი გააღო, გადახდა მანქანა და გაიქცა. ასეთ შემთხვევაში მივიწერე, უბერს მივწერე, რომ მე ესეთი სიტუაცია მოხდა და ჩვენმა უბერმა აღშფოთება გამოსხვა. ანუ არაფერი არ დაურიცია მაგ შემთხვევაში რა. კიდე კარგი ის იყო რომ გაძვირებული იყო ტარიფი და სულ რაღაც 5 კილომეტრს დავიყვანე 50 ზლოტიანი და 5 კილომეტრის ერთადერთი ტიპი გადახდა მანქანიდან გაიქცა და სამუდიო და მანქანას სადაც მომიწია გაჩერება, მანქანას ვერ გააჩერებდი, ვერ დატოვებდი რომ გაეკიდო, დაიჭირო, გადაახდევინო ფული, ან ტელეფონი გამოართვა, ან რაღაც, მაგრამ ამ ყველაფერს კიდე სხვა სიტუაციებიც მოყვება და ანუ ეგეთ რაღაცას კიდე ჯობია მომენტი იგილო და გამოუშვა რა. Так, ჩვენც მოვედით ახლა, მოვაკითხეთ, მივწეროთ ახლა ადგილზე ვართ, რომ ჩამოგვიტანონ და გაგვატანონ პაკეტი. ყველაზე ცუდი არის აი ეს აღმევასება ყველაზე მეტად ტაქსის ამბავში რა. ანუ მე როდესაც ვიძახებ, მეც გამომიძახებია ბევრჯერ ტაქსი, მაგრამ გამომიძახებია ყოველთვის ისე, რომ მიკონტროლებია რუკა, რომ აი რამდენ წუთში იქნება მძღოლი ადგილზე, რომ დავხვდეთ ქვევით და არ ვალოდინო, არ ვაწავალო, დრო არ დავაკარგინო. აუ გავარ ახლა და კი მივწერე, არც პასუხი არ მომწერა, არაფერი და მიწევს ლოდინი რა და შეიძლება არის ბაჟი, არც გამოვიდეს და გააუქმოს კიდევ შეკვეთა მამეთ. არ არის გამორიცხული. მარგარიტა უნდა გამოვიტანო შენ მითია კიდე. მომწერა როგორც იქნა რომ მალე ვიქნები რომ მიწეროთ, კარგი გელოდებით ხომ. Margarita. Yes. You speak English? И на русском тоже. Заебись. Смотрите, я заплачу вам сразу. Сколько там вышло, я не знаю. Там вышло 13 с чаевыми, вот смотрите, это будет 15, 16, 17, 17. Хорошо, мужчина? Да нет проблем. Просто если как доеду на место, если будет больше... Да, ну, да платит. Он давал, кто там заберет? Женщина. Как зовут?
Это вы, Маргарита, это вы? Да, это я вызвала посылку. Окей, хорошо, отдать понятно. Понятно. В чат напишите номер, кто заберет, и имя. Если вам? На Uber. На каком? Вот это вот? Давайте вот это вот. Перезвоню оператору. Окей. Чё? Окей. Там нормально видно? Посмотрю, сейчас я напишу. Давайте, что там сейчас больше будет платное ожидание. Все есть? Давайте, удачи. Чтоб всё было. Хорошего дня. Все винс готан, Симон Мукса Пули. Сиромаха. Тавалт. Маргарита! Можно? Что там происходит? Ну так это новый. Новый. Ну тогда. Это я знаю. Так а что вы хотите? Но нет, может быть, какие-то проблемы будет, поэтому слушай. Из-за этих может, денег? Не, может вы хотели. Да нахуй не нужно забирать. Хорошо. Все, давай. გაგვატანის გასაღები, ისე გასაღები უნდა მიუტანოთ ჩვენ ვიღაცას. მისი ნომერიც მოგცეს, იმიტომ რომ ისეთ ადგილას არის მით უმეტეს გამოტახებული მისატანი, სადაც პარკინგი არის. კი, პარკინგი არის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტესად მაინც გამოვარტვით ხოლმე, რომ ნომერი უნდა გამოვარტვათ იმისთვის, რომ არის ადგილები, სადაც მიგაქვთ ლიფტი და არ გხვდებათ პარკინგი. აი ამისთვის გამოიძახა მიტანის სერვისი. ფული გადახდილი აქვს უკვე, მივალ იქ თუ არ დამხვდებიან. საქმეც იმაშია, რომ ამ პაკეტის ამბავში არის ეგეთი სიტუაცია, თუ არ დაგხვდა იქ ადგილზე, არ ჩამოვიდა და არ წაიღო ნივთი, მაგ შემთხვევაში Uber-ს წერ, რომ გზავრი, ანუ ის არ გამოჩნდა ადამიანი, ვინც უნდა აიღოს. მე გიგზებს იმას, რომ უნდა გადაუღოს სურათი. ოღონდ სადმე უნდა დატოვო, ან კორპუსი თუ არის, დაცვალ დაუტოვებ. ან რაღაცა სახლი თუ არის, სადმე კართან დადებთ ისეთ ადგილას, რომ სურათის გადაღება შეეძლო და თქვა დამალულიც არ უნდა იყოს, ან რო ჩანდეს პროსტა გასაღები და ადგილი სათოვე. გადაუღებ სურათს, Uber ჩაუგდებ, რომ Uber-მა მერე ჩაუგდოს იმ ადამიანს, ვინც უნდა აიღოს ეგ ნივთი. ეგ არის, ან მაგრამ გიტევს სადღაც 7 წუთი მაგაში მაინც დროის დაკარგვა. არო. და კეთრეც მოვიტანეთ, მივეცით, გადავეცით მგზავრს. და ვინც გამოგვატანა იმას კიდე სწორი უთქვია. დავუწეროთ 14 ზლოტი და 40 გროში. დავასრულოთ. ზარმა კიდე მოგცა 17 ზლოტი, ანუ 2 ზლოტი და 60 თეთრი ჩაევოი დაგვიტოვას.